ქალბატონი, რომელსაც ზესტაფონში უამრავ რეგალიებთან ერთად დედა ტერეზას სახელი და უდიდესი ტკივილი აფხაზეთი ჩამოხვა. ზესტაფონში 17 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ნუცა არდაშელიას საიუბილეო საღამო კულტურის სამსახურმა და ქალთა ასოციაციამ 100 ქართველი ქალი ერთობლივად დაგეგმა და განახორციელა. საიუბილეო საღამოს უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრი მასპინძლობდა. დღეს ჩვენ აღნიშნავთ ქალბატონი ნუცა არდაშელიას საიუბილეო საღამოს. ქალბატონი ნუცას რეგალიებზე ლაპარაკი ალბათ შორს აგვიყვანდა, მაგრამ მისი ცხოვრების წესი ალბათ სანიმუშო უნდა იყოს ყველასათვის და სამაგალითო. აუცილებლად მისი ცხოვრების ბიოგრაფიის ამსახველი მონოგრაფია უნდა შეიქმნას, რომ განზოგადდეს და ახალგაზრდებმა თავიანთი ცხოვრების სანიმუშოდ გამოიყენონ. ქალბატონი ნუცას ცხოვრება ჯერ როგორც ქალის, როგორც დედის, როგორც პატრიოტის, როგორც საგანმანათლებლო სივრცის უდიდესი წარმომადგენლის ნამდვილად არის აღსანიშნავი უდიდესი წარმატებებით. საოცრება ხდებოდა და ხდება ამ დარბაზში. ასეთი ემოცია, ასეთი ამაღლება, ასეთი ეს ნიშანდობლივი ვიცარი, რომ ავტომის წინვარად დღესასწაულების დღებში რო ხდება, მაგრამ მართლაც ქალბატონი ნუცა იმსახურებს ასეთ პატივისცემას, რაც ზესტაფონმა მას მიაგო დღეს და გაუკეთა. ქალბატონი ნუცა მართლაც ძალიან დამსახურებული ქალბატონია. მე ჩემი თვალით მაგ ნახე, როცა ქალბატონი ნუცა წინა ხაზზე, სადაც საომარი ოპერაციები მიმდინარეობდა, აქ ბომბები ციოდა გვერდით და ქალბატონი ნუცა სანგრებში დადიოდა და იქიდან გამოყავდა დაჭრილი მეომრები. სოხუმის დაცემის შემდეგ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ნუცა არდაშელიამ თავის თანამოაზრეებთან ერთად ზესტაფონში დააფუძნა. ღონისძიებას უნივერსიტეტის ყოფილი კურსდამთავრებულებიც ესწრებოდნენ, მათ შორის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები, შერეკილები. ღონისძიებისთვის მათ საგანგებო ნომერი ჰქონდათ მომზადებული. ძალიან დიდი სითბო მივიღეთ დღეს პირველ რიგში მაყურებლისგან, მეორე რიგში აი ჩვენი ინსტიტუტიდან, იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ. მართალია ზოგი არ ესწრებოდა რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენ ასე თუ ისე შევქმნით ის ძველი თაობა, რომლებიც ვიდექით სცენაზე და ეს ხალხმა გასაჯოს თუ როგორები ვიყავით, რანი ვართ და დღეს კიდევ მართალია სხვა სამსახურს ვეწევით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის სითბო და ეს სიყვარული გვახსოვს ქალბატონ ნუცა არდაშელიასთან და ქალბატონი არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელმაც არა მარტო ჩვენთვის, არამედ ძალიან ბევრისათვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ღვაწლმოსილი ქალბატონია და მეც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, მის გარშემო და მის ხელში გამოსულა და ასე ვთქვათ, გამომივლია ეს პერიპეტია, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან კარგი, თბილი, უაღრესად კარგი ადამიანი. მომეცი საშუალება, რომ ქალბატონი ნუცასთვის მიმელოს ეს ღირსშესანიშნავი დღე. ქალბატონი ნუცასთან ძალიან კარგი ურთიერთობა თავიდანვე მოყვება დღემდე. ძალიან მიყვარს ეს ქალბატონი არის ქართველი ქალის ეტალონი ჩემი აზრით. რომ ქალბატონი ეს ისეთი ქალბატონი, რომელსაც სული აქვს გაუტეხელი, ამდენი რამის გადატანის შემდეგ ის ისევ დარჩა ქართულ ქალად და ის ისევ იბრძვის იმისთვის, რომ იყოს წარმატებული, იყოს ბედნიერი და გაახაროს სხვებიც. მე როგორც მისმა ყოფილმა სტუდენტმა არ მომეცა საშუალება დამემთავრებია მისი მთლიანად უნივერსიტეტი, მაგრამ დღემდე მეგობრებაც ვარ, დავჭით მე და ქალბატონი ნუცა და ვიმედოვნებ მომავალშიდაც გავაგრძელებთ ამ ურთიერთობას და მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ქალბატონი ნუცას ეს ღირსშესანიშნავი დღე და ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ბედნიერება. ღონისძიებამ ჩვეულ ფორმატს კარგახნით გადააჭარბა. ნუცა არდაშელიას შესამკობად სიტყვა ყველას გაუგრძელდა. გამომსვლელები იხსენებდნენ მისი ცხოვრების ორ ეპიზოდს, სოხუმამდე და სოხუმის შემდეგ. მიხარია, რომ ზესტაფონმა გააკეთა ესეთი საღამო, იმიტომ რომ ეს ქალბატონი მთელი თავისი ცხოვრებით და განვლილი ცხოვრებით იმსახურებს პატივისცემას, იმიტომ რომ ქალბატონი ნუცა გასწავლის როგორ იცხოვროს სწორად. როგორც ჩვენი პატრიარქი ამბობდა, თუ გინდა მართალია ჩვენი ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ თუ სწორად იცხოვრებ,
სიცოცხლე შენი იქნება მარადიული და მე მგონი ქალბატონმა მიცამ ეს გააკეთა, იმიტომ რომ მას ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულით მოეფერა ჩვენი ქალაქი. ამ ქალბატონმა ბევრი რამ გვასწავლა და ალბათ ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ, შეუთვალოთ იმ ქვეყნად მისი მეუღლისთვის, რომ მან ჩამოგიყვანა ეს ქალბატონი ჩვენი ქალაქის გაზაფხულად და სიყვარულად. მე ულოცავ მას დღევანდელ დღეს. ზესტაფონის აკადემია ნუცა არდაშელი ასე მოიხსენიებს ზესტაფონში ცხოვრების 17 წლიან პერიოდს და იმ ღირსებაზე საუბრობს, რამაც მას ზესტაფონში გააცლებინა. შეგპირდეთ, რომ მომავალში რაღაცას გავაკეთებ, აი ვიბრძოლებ. არა, ბატონებო, ეს უკვე დამთავრდა. ჩემი ჰოროსკოპი მეუბნება 80 წლიდან უკან თუ შეიძლება შემოbrunება, კი ბატონო, ყველაფერს გავაკეთებ. მაგრამ მე მგონი ძალიან ძნელია. მაგრამ შემიძლია დააგმოძღვროთ, შემიძლია მოგიწოდოთ, შემიძლია გთხოვოთ, ჩემო ძვირფასებო. ადამიანები იყავით, ურთიერთ შეიყვარეთ, ურთიერთ შეიცოდეთ. დღეს რომ მე მაძღარი ვარ, ხო უნდა ვიცოდე, რომ ჩემს გვერდით მშივრებიც არიან. ნუცა არდაშელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი თავდადებისა და საქმეებისათვის ახალგაზრდაობის განათლებისა და მათი კვალიფიკაციის სპეციალისტებმა ჩამოყალიბებაში შეტანილი პირადი სულისათვის აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოხალხეობრივი პოზიციისათვის სოხუმის აკადემიის ქართლის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ნუცა არდაშელია დაჯილდოვდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საპატიო სიგელი. ღონისძიებას მუსიკალურად კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი აფორმებდა. მე მიყვარს ჩემი სკოლა მწვანე აქცია თავისუფალ სკოლაში და აქციის მონაწილეთა გამოხმაურება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ცნობილი მოწოდებისადმი, რომელიც წლის განმავლობაში ქვეყნის ყველა მოქალაქის მიერ 12 ნერგის დარგვას გულისხმობს. თავისუფალი სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოს ყველა გაზონი ბოლომდე მოაწესრიგეს, მასში ყვავილების სხვადასხვა სახეობები ჩარგეს თუ ჩათესეს და სკოლის მთელ პერიმეტრზე ნერგები დარგეს. თავისუფალი სკოლის სხვადასხვა ჯგუფებმა ერთმანეთს პაექრობა გამოუცხადეს, მათთვის გამოყოფილ ადგილებზე ვინ უკეთ და ლამაზად მოახდენს განაშენიანებას. მოსწავლეები პირობას დებენ მთელი მომდევნო პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საქმეს, რომელიც ასე რუდუნებით და მზრუნველობით დაიწყეს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ილია მეორის ლოცვა კურთხევა, რომ თვეში უნდა დაიგოს 1 ხე, ანუ წელიწადში 12 ხე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი სკოლა ესე ვთქვათ, გავალამაზოთ და გამოვიწიოთ სხვა სკოლებიც, რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სკოლა იყოს ყველაზე ლამაზი და საუკეთესო. დღეს ჩვენ გვაქვს აქცია, მე მიყვარს ჩემი სკოლა და ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გავალამაზოთ ჩვენი სკოლა და მოგვბაძოთ სხვებმაც. რა ვიცი, დავვრგეთ ნათესებ და როგორი გამო შემდეგ ვნახავთ. მესამე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა ზესტაფონმა ფოთის კოლხეთს უმასპინძლა. უკანასკნელი 4 ტურის შემდეგ, რომელთაგანაც ზესტაფონმა 1 წააგო და 3 ფრედ დაასრულა, ფოთელ ფეხბურთელებთან შეხვედრა პირველი იყო, რომელიც გამარჯვებით დამთავრდა. თამაშის პირველი ნახევარი მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე კანონზომიერი გამარჯვებით ორბურთიანი სხვაობით დასრულდა. გოლები მე-13 წუთზე ედიქ საჯაიამ და 36 წუთზე თორნიკი აფციაურმა გაიტანეს. მეორე ტაიმში მასპინძელთა აქტიურობის საპირისპირო სტუმრებმა მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხეს.
აღსანიშნავი, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ზესტაფონელთა რიგებს გიორგი ხიდაშელი დაუბრუნდა, რომელმაც მინდორზე მთელი 90 წუთი გაატარა. მორიგ შეხვედრას ზესტაფონი 28 აპრილს ქუთაისში გამართავს, ისინი ტორპედოელებს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, ზესტაფონი 53 ქულით პირველ ადგილზეა. მას მეტალურგი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე ქუთაისის ტორპედო იმყოფება, რომელსაც 32 ქულა აქვს.